Hi, მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს სურს კიდევ ერთი აღწერა შემოგთავაზოთ. ძალიან გამიჭიანობდა ამ აღწერის ჩაწერა. სიმართლე გითხრათ, კაიხანია ამ აღწერის ჩაწერა მსურდა. როდესაც ერთ-ერთ არხზე გადავრთე და ეს ფილმი გადიოდა და უბრალოდ ჩემთვის ჩავილაპარაკე, რომ ალბათ დროში გზავრობის შესახებაა თქო და სიმართლე გითხრათ დიდად არ შეცდი. ეტყობა უკვე ფილმების ყურებაში იცოდი ალხონ გამვითარდა რომ უკვე ერთი წამი ფილმს რო შეხედავ ხვდები რა თემატიკაზე. ესეც რა თქმა უნდა ცოტა იყოს აუხსნელი რაღაცა, მაგრამ კარგი მომენტია უკვე ნელ-ნელა გვითარდება ინტუიცია ალხო. ასე თუ ისე და Peggy Sue got married. Peggy Sue დაქორწინდა. ან დაქორწინებას აპირებს ქართულად ესე გამოითარგმნება და არსებობს ქართული თარგმანიც, რადგან გადიოდა შესაბამისად იქნება ალბათ ინტერნეტში ზმეპერი და ტელევიზიაში უყურე ჩვენები რომ გამოდიოდნენ ქართული მაგეთი ფიგურული სერიალის შემდეგ და იმ დღეს მომენტი ჩაწერა მე როცა ფრთილი მომერია ვეღარ მოახერხე რომ დამჭერიყავი და ჩამეწერა ისეთი აღწერა როგორც გულითესული სურდა და ასე რომ დღეს ჩაწერა ბევრს აღარ ვისაუბრებ. მოკლედ 25 წლეულიში გადის სკოლის დამთავრებიდან და კოცელები გადაწყვეტენ რომ შეიკრიბონ. პეგი ძალიან აღელვებულია, თან არ უნდა წასვლა და მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვეტს რომ თავის შიშებს მოერიოს და თან ადარდებს მას რა სიტყვის ხალხი საზოგადოება ასე შემდეგ ნუ ახლა ძველი დრო არის მოძიანები ახალგაზრდა ნიკოლას კეიჯი კეთლინ ტერნერი ჯიმ კერი ესეც აღნიშნულ მე არ დამავიწყდეს ძალიან საყვარლები არიან მოკლედ და გადაწყვეტს წავიდეს მისი შვილი დაეხმარება ასე ვთქვათ ლამაზად გამოწყობაში და კომპლიმენტებსაც იღებს, რა თქმა უნდა, ყველაზე ძალიან მომეწონა იქ შეხვედრაზე, რამდენიმე ადამიანი შეიცვალა, რამდენიმე არ შეიცვალა. მე პირადად არ ვიცი სიტუაცია როგორ იქნება, იმიტომ რომ მე სამწუხაროდ არ გამიმართლა. ამ შემთხვევაში არ შეგრებებზე დავდივარ და არაფერი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს წარსულიდან, ასე ვთქვათ. ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ გათვითცნობიერებული და საკუთარი კომპლექსები უნდოდა ცხობზე გადაეტანეთ, ეგეთ ადამიანებს მე გამარჯვებას ვწეროთყვი და ქუჩაში რო დავინახავ მეორე მხარეს გადავალ. და ზუსტად ამიტომაც ასეთ რაღაცას ადგილი ჩემ ცხოვრებაში არასდროს ექნება და სიმართლე გითხრათ ძალიან მწუხარ და ზოგჯერ მინდება ხოლმე რომ აი ამ პერიოდში მეცხოვრა. სადაც ადამიანურ ურთიერთობებს ქონდა ფასი რა. და ძალიან გული დამწყდა ამ კინოს ყურებისას, იმიტომ რომ მე ასეთ რამე არასდროს გამომიცდია და არც არასდროს გამოვცდი. ხო, მოკლედ ამ ტრაგის შევეშვები და გადავალისო ფილმზე. და როგორც აღმოჩნდება, მისი კლასელი იყო მისი მეუღლე, რომელსაც განქორწინების პროცესია და არ უნდა რომ ხალხმა რაღაც ცუდად ჩათვალოს და ერთ დღესაც უცებ რაღაც მოხდება, არ ვიტყვი რა მოხდება და გაიღვეძება წარსულში. თქვენ თვითონ რა უყუროთ ამიტომ. რა არის ეს წარსული რეალობა სიზმარი ასე შემდეგ თუ რაღაც ცინიზმი და საზღაძე მომენტებთან ახლოს მაგრამ მას თვითონ გადაწყვეტთ რა უყურებთ და თვითონაც მიხვდებით მე თავიდან ეს სწორად მივხვდი რაც იყო ეგრევე მაგრამ მაინც მუღამი ქონდა რა უყურებდი იმ დროისთვის ძალიან საინტერესო იყო და გამომწვევი ესე ვთქვათ ესეთი ფილმი ზემეკის სტილში იყო და ზემეკის და კოპოლა რო ერთ სტილში გადაიღებდნენ ფილმს, ეგ ხო საერთოდ ცალკე საოცრება იყო და გასაკვირი რა. ხო და მოკლედ გაიღვიძებს ისევ იმ ძველ პერიოდში ისე დააფასებს ყველაფერს თავის ბებო-ბაბუს ასე ვთქვათ. ბედროს ატარებს მათთან ერთად, გადახედავს თავის ცხოვრებისეულ არჩევნებს, რა უყვარს, ვინ უყვარს ასე შემდეგ, რა შეცვლი და რას არა. მოკლედ ყველაზე დიდი მიღწევა ამ ფილმში ეს არის, რომ არ მოუნდება დიდად არაფერი შეცვლა, ბოლოს გააცნობიერებს, რომ წარსულია. წარსულში ვერ დაბრუნდები ტურისტი ხარ, წარსულშეთვის უცხო ქვეყანასავით არის და ამაც მეც მივხვდი. არანაირად არ გინდა რომ შეცვალო ეს წარსული თავისთვის იარსებებს ყოველთვის შეიძლება შენ უკვე აღარც გახსოვდეს, მაგრამ რამაც გამოიარე იმან გაგხადა ასეთი პიროვნება. და ყოველთვის იკეთეს საერთოდ და სხვაობით არ გაბოროტდები და მომწონს ეს მესეჯიც ერთ-ერთი
თუნდაც იმ ერთ-ერთ კლასელზე რომელიც ძალიან და ჩაგული იყო და ახალ-ახალ იდეებს შეთავაზებს, რომელიც მომავალში იმაზე მეტად დიდარი და მილიონერი გახდა, ვინც მას ჩაგრავდა და ეგ მომენტი ძალიან შემიყვარდა ამ ფილმში. მოკლედ, ერთი სცენარი ძალიან სასაცილო და ცოტა მისტიული და ეს კიდევ უფრო მეტად მომეწონა ჩემნაირ ადამიანს, ეს ბევრად მოეწონებოდა, აი, ჩემსეთი იქნახეთ და მიხვდებით, ვინც მოკლედ, ერთი მომენტი იყო, სადაც სხვისკენს გაეპარება თვალი, მაგრამ მე მიხვდება, რომ არაფრად არ ხედა ეს ყველაფერი, მაგრამ ის არის ძალიან საშირო დაფრინავს ის ტიპი, წერალი არ ვიცი ესეთი წერალი უფრო პრეტენზიული ვითომ წერალია ჩემი აზრით და რაღაცა მე ხო რაღაცას ხონერად მთავრდება და ის რაღაც იქში გადმოცემული რაც იმ მოხდა და სინამდვილეში არ მოხდა რა თან მოხდა და არ მოხდა რაღაც არარეალური ანუ ის დანახვა თუნდაც სხვა რაღაც მომენტი გასეირნება კაფეში ჭამა და შემდეგ რაღაცა რომ თითქოს თან არსებობს ანუ სიზმარიათ რეალობა რაღაც მომენტში რომ გერავა უკვე ადამიანს და როცა იტყვის არ ვიცნობ ამ პერსონაჟს ანუ ორივე მომენტში რაღაც ერთდროულად ორივე სანდვიჩი რაღაც ერთდროულად იყო ეგ მომენტი ან სიზმრის სახით ან რაღაც სხვა სახით მოკლედ მაგ მომენტს რო ნახავთ არ მინდა ძალიან დაკაც სპოილეროთ იმიტომ რომ ფილმის მაშინ დასრული გამოვა რო ვთქვა თვითონც მიხვდებით რა არის და ეგ რაღაც უცნაური ფენომენები და აუხსნელი მოვლენები რო ადამიანის ცხოვრებაში არსებობს კიდევ უფრო ხიბლს ძენს ცხოვრებას მოკლედ რა თქმა უნდა ტერნერის და კეიჯის ასე ვთქვათ დაპირისპირება და დავა ამდენი წლის მე ძალიან არ მომეწონა რადგან ადამიანს რაც უფრო მეტად ასე გემეტება უფრო მეტად უნდა რავი დაბრძენდე და სიმღერაში რომ მოგინდება რომ ვიღაცა ძირი გამოუთხარო და დაუპირისპირდე ჩემთვის მიუღებელია აი ეს მახსენდება ედისონი და ტესლას მაგალითი რა საშინლად მოიქცა ედისონი ტესლას და როგორ ყველა ედისონს აღიარებდა მაგრამ ახლა ყველა მიხვდა რომ ტესლა მაგაზე მეტად დიდებული იყო რომელიც სამწუხაროდ მარტობაში და ლიასული მტრედებს აჭმევდა ვაიმე არ მინდა ეგეთ დასასრულ რაღაც ეგეთი გონია მეც რომ იქნებ უსახსრობაში მაგრამ კეთილი იყო არ გაბოროტდა და იძახდა რომ ომები ყველას ცუდ დათხთის და ედისონის სპილოების მაგალითი რო არ უხდიდა ტესლას ყველაფერს და აი არ ვიცი როგორ ახსნა ეს იგი რამდენად ხარობდნენ ცუდი ადამიანები და არ მინდა ვთქვა ახლა არ მინდა შეურაცხყოფ მივაყენო ისტორიაში ალბათ ძალიან კარგად გაქვთ თქვენ ადამიანასწავლი და ისტორიის ყველაზე ბნელი კუთხე ის არის რომ ადამიანს განახვენ ძალიან კარგი მხრივ და არა ცუდიდან და ეგ არ მომწონს რაც უფრო გავიზარდე და მით უფრო მეტად დავინახე ეს ცუდი მხარე ძალიან ვფიქრობ რომ ყველაფერი ტყუილი იყო რაც ვისწავლი მოკლედ არ უნდა დაპირისპირდებოდნენ ერთმანეთს ტერნერი და კეიჯი ზედმეტი იყო ტერნერმა გამოიწერა რა თქმა უნდა კეიჯი ჩემი აზრით ცოტა შეიძლება პრობლემები არ მეაქვს მაგრამ მაინც კაი ტიპია ყოველთვის მომწონდა როგორც მსახიობი რაღაცა შეცდომი დაუშვე მაგასაც მაგრამ მაინც კაი ტიპია და ყოველთვის მაგის ხარეს ვიქნები ტერნერი ძალიან ქოს რომ აიტოდას კარგ ფილმებშია ფრენჩი ხო საერთოდ დამშეკარ მაგრამ ამდა დაიშვერა ეგ შეცდომა და იმედი მაქვს რომ მე მორიგდებიან შერიგდებიან და არ იქნებიან ერთმანეთზე გაბოროტებულები მოკლედ ძალიან საყვარელი ფილმია დასასრული იმედის მომცემია და ნეტა მართლა მასე იმედიანად ხდებოდა ცხოვრებაში ყველაფერი რაც სამწუხაროდ არ ხდება მოკლედ უყურეთ რა და იმედი არ დაკარგოთ იმედი მართლა საიში რაღაც არის მაგრამ მაინც ჯობი არ დაკარგო ადამიანმა კოცნით ბედნიერად ჩემო კარგება ბედნიერი დღე და ბედნიერი ცხოვრება